ძალიან მიმდინარეობს კეჭის ხრა. Ხედმეტების გარეშე ფიქრობ რომ ესე გაგრძელდება და კიდევ ჩაიგდეს რამდენი დღე. მე თვითონ მისთავი ესე როგორც ყველა როგორც რიგით მამორჩევლმა და ჩემი არჩევანი როგორც ხედავთ ყველაფერი საკმაოდ შვიდად ორგვარი ცდების გარეშე და იმედია დღის ბოლომდეც ესე იქნება ისევე როგორც სტატის პროცესი და ალბათ ეს პრობა არჩევნების მიმართ ის მერე და თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია რაიმე დარღვევა ხომ არ დაფიქსირებულა? ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში ხა ტექნიკისინ სანამ გამოვიდოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან და ამ საკითხით ეს მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა პატარ-პატარა ხა ტექნიკური ხარვეზები როცა ხელა მასშტაბის ღონისძიებაზე ელაპარაკი ნაკლებად არის თუმცა ის კიდევ ერთხელ ვაბობ ის რომ გამორჩევლები მიდიან მასაფიქსირება ყოველგვარი შეფუთების გარეშე ეს კონცეპტული მომენტში ესეა სიტუაცია და ფიქრობ ეს საკმაოდ კარგი. უკაცრავად გავრცელა ინფორმაცია რომ ბიულეტენებთან დაკავშირებით არის რაღაც პრობლემა ნაკლები რაოდენობის ბიულეტენი არის მიდრი ამორჩევლები. ჯერ ერთი ურგვალდება მეორეც ერთი კიდე ოლქში ხა არის ეგრეთ წოდებული სტატუსიანი ამორჩევლები ანუ თუ ვიღაცა ციხეშია ვიღაცა არმიაში ხა იმათი ბიულეტენი აღარ მიდის უკანასე ხო ბუნებრივია ახლა იმიტომ რომ მაგალითად თუ ვიღაც საკონსულო აღრიცხვაზე ხა იქაც ბიულეტენი გააგზავნო და უცხოეთშიც გააგზავნო გამოვა რომ ორჯერ ხმის მისცემის საშუალება გაჩნდება ამიტომ სტატუსიანი ადამიანებზე ბიულეტენები ასე ვთქვათ არ მიდის და აი ეს თვითონ ძირითადად ხოლმე ამ სხვაობას. ან შეიძლება რომ ვინმე ვისაც უნდა ხმის მისცემა ან უფლების გარეშე დარჩეს გამორიცხოს არა გამორიცხულია მაგის გარანტიას იმიტომ რომ აქ ლაპარაკია ისინი ვინც არ არის თქვათ იმ ოლქში ხო ფიზიკურად კი სიაში იქ არის მაგრამ ფიზიკურად იქ არ არის და ეს წინასწარ ცნობილია ხა იმათ ბიულეტენი რატომ და იმასა პირიქით იქ შეიძლება ის გასცეს რომ რაღაც манипуляციის საშუალება ვიღაცა მამაზე თქვის ხო ამიტომ ბუნებრივია და არც არის ეს ბიულეტენები ასეთი ამორჩევლების არ იგზავნა ან რავინ პატარა ინციდენტს მაინც თუ ქონია ამ დროის ადგილი თუ ჯერჯერობით თქვენ დასამცხაროთ ალბათ არა იმიტომ რომ ჯერ არაფერი თუმცა რა ვიცი ხა რაღაცა პატარა ყოველთვის შეიძლება მოხდეს და წარმოიდგინეთ 57000 უგნის კომისიის წევრი სადღაც 1500 საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრები ამას დავუმატეთ სადღაც 100000-მდე პარტიის წარმომადგენლები დამკვირვებლები და როცა ხა 150000 კაცია ღონისძიებაში ჩართული და კიდევ პლუს ამორჩევლები რაღაცა პატარა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს მაგრამ თავარია რომ ნება ამორჩევლის იყოს დაფიქსირებული და თავისუფალი ნების გამოხატვა კი მეუბნის ამორჩეველი თვითონ პარტიებიდან თქვათ რა განწყობაა დამკვირვებლები რომ არიან რა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისეთი არაფერი საყურადღებო რა ყოველ შემთხვევაში ისე ჩვენთვის არაფერი ასეთი ცნობილი რაც თქვენთვისაც არ არის ცნობილი